გვესმის, რომ ხელოვნური ინტელექტი სრულიად ახალი ტექნოლოგიაა, რომელსაც გენიოს და თაობა ხელმძღვანელობს. მაგრამ რა მოხდება თუ ეს საერთოდ არ არის ახალი? რა მოხდება თუ ეს ზუსტად იგივე ისტორია უკვე გვინახავს? რადგან აჟიოტაჟის მიღმა იგივე მილიარდერთა კლასი, რომელმაც 1999 წლის dot.com-ის ბუშტი გამოიარა, დაბრუნდა. უბრალოდ სხვა სახელით. ფული ძალიან ადრე იღვრება. ბევრად ადრე, ვიდრე ვინმეს ნამდვილად ეცოდინება სად არის პიკი. რადგან არავის უნდა რომ რამე გამოტოვოს. და ამ აჟიოტაჟში ერთი ფრაზა მანტრასავით მეორდება. ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იქნება. თუმცა სინამდვილეში ასე არ არის. და შენ იქნები ის, ვინც საბოლოოდ გადაიხდის ყველაფრის საფასურს. dot.com-ის ბუშტმა გლობალური კავშირი დაგვირდა. ამის ნაცვლად მან NASDAQ-დან 5 ტრილიონი დოლარი ამოიღო 2000 წლის მარტიდან 2002 წლის ოქტომბრამდე. ამ ყველაფრის ტვირთი ჩვეულებრივ ამერიკელებს დააწვათ. საპენსიო ანგარიშებმა, რომლებიც ინტერნეტ აქციებით იყო სავსე, 2 წელიწადნახევრის განმავლობაში დაახლოებით 78%-ით დააკარგა თავისი ღირებულება. Vanguard-ის კვლევამ აჩვენა, რომ 2002 წლის ბოლოსთვის მილიონობით 401K ანგარიშმა მინიმუმ 20%-ით დააკარგა თავისი ღირებულება. ტექნოლოგიურ სექტორზე მეტად დამოკიდებული პორტფელები კიდევ უფრო მეტად დაზარავდა. ქვეყნის მასშტაბით ათეულობით მილიონი ამერიკელი მუშაკი დაზარალდა და ხელცარიელი დარჩა. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც თავიანთი სახლებიდან ფული გამოიტანეს, რომ Pets.com-სა და Webvan-ში დაებანდებინათ, მაგრამ მოგების ნაცვლად მარჟის მოთხოვნები მიიღეს. შემდეგ იპოთეკური ჩამორთმევები დაიწყო, რამაც მთელ ქვეყანაში უამრავი ადამიანის ცხოვრება დაანგრია. მათი უმეტესობა სიახლეებში არასდროს გაშღერებული. NASDAQ-მა პიკს მიაღწია 2000 წლის 10 მარტს, როცა 5000 გადააჭარბა. შემდეგ კი კრახი მოხდა და ინდექსი დაახლოებით 1000-მდე დაეცა. ინფლაციის გათვალისწინებით მან პიკის დონეს მხოლოდ 2018 წელს მიაღწია. ეს ნიშნავს 18 წლიან დაკარგულ ზრდას იმ ადამიანებისთვის, ვინც dot.com-ის ბუშტს ეჭიდებოდა. და ახლა იგივე იარაღის ლულაში უყურებთ. დიდი ტექნოლოგიური კომპანიების ხარჯები AI მონაცემთა ცენტრებზე და ჩიპებზე უკვე წელიწადში 300 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ამ ხარჯებზე დაგროვილი ღირებულება უფრო ცოტა ადამიანის ხელშია, ვიდრე dot.com-ის თღელების შემდეგ ოდესმე ყოფილა. ბევრი ფიქრობს, რომ ეს სულ ახალი პერსონაჟებია. ასე არ არის. AI მოძრაობა წარმოდგენილია როგორც ახალი აჯანყება, რომელსაც სან-ფრანცისკოში ამპარტავანი ახალბედები ხელმძღვანელობენ. ისინი, ვინც დღეს ტემპს აყენებენ, ძირითადად იგივე ადამიანები არიან, ვინც წინა ჯერზე ტემპს აყენებდნენ. მხოლოდ მათ აქვთ კიდევ 25 წლით მეტი კონტაქტი, თავრობამდე წტომა და მათ უკან ჩამდგარი ინვესტორები. თავდაპირველი აჟიოტაჟის დროს რეიდ ჰოფმანმა თავისი ქონება PayPal-ის მეშვეობით დააგროვა. ეხლა ის OpenAI-ის ადრეული მხარდამჭერი და ყოფილი საბჭოს წევრია. ვინოდ ხოსლამ თავისი წავისი წილი Sun Microsystemsში 1990-იანი წლების ბოლოს ტექნიკის ტალღაზე გაიტანა. მან ჰოფმანს OpenAI-ში მიხვა. მარკ ანდრისენმა შექმნა Netscape და 24 წლის ასაკში 1995 წლის აგვისტოში საჯარო კომპანია დააქცია. ეს IPO უმეტესობისთვის dot.com-ის ეპოქის ოფიციალურ დასაწყისად ითვლება. დღეს ის მარტავს ვენჩურული კაპიტალის ფირმას Andreessen Horowitz, რომელმაც მილიარდებითი ჩადო თანამედროვე AI ლაბორატორიებში. რაც ტექნოლოგიურ რევოლუციად გამოიყურება, შეიძლება უფრო ძვირად ღირებულ თეატრალურ წარმოდგენას ჰგავდეს. და იგივე კვალს ხედავთ ყველა ეტაპზე. როდესაც დიდმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა დაგვირდნენ, რომ ინტერნეტი სამუდამოდ გააქრობდა მანძილს, ეს ისტორიის გამსაზღვრელ მომენტად ჩანდა. ფული მიედინებოდა ყველაფერში, რასაც სახელში dot.com-ი ჰქონდა. 1995 წლიდან 2000 წლის მარტის პიკამდე NASDAQ-ი დაახლოებით 400%-ით გაიზარდა. ინვესტორებმა კითხვა შეწყვიტეს, აკეთებდნენ თუ არა კომპანიები ფულს. შემოსავალი თითქმის არავის აინტერესებდა. მოგება მოძველებულად ითვლებოდა. Wall Street-ისთვის ერთადერთი მნიშვნელოვანი იყო სიჩქარე. ისინი ზრდასა და მომხმარებლების მოზიდვას ცდილობდნენ. სურდათ სექტორზე დომინირება. ბიზნეს მოდელი და ლოგისტიკა მერე შეიძლებოდა გაერკვიათ და შემდეგ დადგა კრახი. ეხლა ხელოვნური ინტელექტის აფეთქება იმავე ენერგიას აცოცხლებს, უბრალოდ ვებგვერდების მის ნაცვლად უფრო ჭკვიანი მანქანებით. უზარმაზარი მონაცემთა ცენტრები ელექტროენერგიას ხარჯავენ მოდელების საწუხთნელად, რომლებიც ყოველ თვე უფრო ძლიერები ხდებიან. და ისევ თითქმის მთელი ფული რამდენიმე შერჩეულ კომპანიაში მიედინება. ყველაზე დიდი გამარჯვებული ამ ეტაპზე Nvidia. ყველა სერიოზულ ხელოვნური ინტელექტის კომპანიას მისი ჩიპები სჭირდება. ამ მოთხოვნამ Nvidia-ს ღირებულება ისეთ დონეზე აიყვანა, რომელიც რამდენიმე წლის წინ სიგიჟედ მოგუჩვენებოდა. 2024 წლისთვის ინვესტორები Nvidia-ში ფულს ისევე ყრიდნენ, როგორც ოდესღაც ინტერნეტ აქციებში dot.com-ის კრახამდე. ეს ისეთი უკიდურესი არ არის, როგორც Cisco dot.com-ის ბუშტის პიკზე, მაგრამ ვითარება ძალიან ნაცნობი მიმართულებით ვითარდება. ამჯერად ფული ძირითადად დიდი ტექნოლოგიური კომპანიების საკუთარ საბანკო ანგარიშებიდან მოდის და არა მხოლოდ ვენჩურული კაპიტალიდან. მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ერთსა და იმავე ადგილას ხდება. ყველა ბუშტი კარგად ჟღერს, სანამ ის იზრდება, მაგრამ რომელი მათგანია საბოლოო მახე? ამის გასაგებად უნდა დავაკვირდეთ სხვადასხვა ფაქტორებს, რომლებმაც ბუშტები ჩამოაყალიბეს. 1999 წელს Cisco Systems კორპორაციული მარშრუტიზაციისა და კომუტაციის ბაზრის 72% ეკავა. ეს ნიშნავს, რომ Cisco ყიდდა იმ ფიზიკურ მოწყობილობებს, რომლებიც ინტერნეტს ამუშავებდა. ის თავად ინტერნეტის საყრდენს ყიდდა.
ყველა კომპანია, რომელიც ინტერნეტში ჩქარობდობდა, Cisco-s აპარატურას საჭიროებდა და შემოსული პულიც ამის დასტური იყო. 2000 ფინანსური წლისთვის Cisco თითქმის 18.9 მილიარდი დოლარის ძლივშელივ შემოსავალს იღებდა. 2000 წლის 27 მარტს Cisco-s აქციის ფასი $80 მიაღწია, ხოლო მისი საბაზრო ღირებულება $555 მილიარდ გადააჭარბა. მოკლედ დროით, Cisco დედამიწაზე ყველაზე ღირებული კომპანია გახდა და Microsoft-ს გადაასწრო. ინვესტორები მხოლოდ წარმატებულ კომპანიაში არ აბანდებდნენ ფულს. პიკის დროს Cisco-s აქციები ფასის და მოგების 200-იანი კოეფიციენტით აჭრებოდა. წარმოიდგინე, რომ $100 იხდი ლიმონათის ჯიხურში, რომელიც წელიწადში მხოლოდ $1 და 25 ცენტს გიხდის. ჯიხური შეიძლება საოცარი იყოს, მაგრამ ეს რიცხვები თითქმის ფანტაზიას ემსგავსება. ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, რომ ვენჩურული კაპიტალი გაგრძელდებოდა და სტარტაპები, რომლებიც როუტერებს ყიდულობდნენ, დაფინანსებას მიიღებდნენ. როცა ეს დაფინანსება 2000 წლის გაზაფხულზე შეწყდა, შეკვეთებიც გაქრა. Cisco ამას ვერ გაუმკლავდა. აქციების ფასი პიკიდან დაახლოებით 80%-ით დაეცა მომდევნო 30 თვის განმავლობაში. Cisco-s თითქმის 26 წელი დასჭირდა, რომ ისევ მიეღწია იმ $80-იან ნიშნულამდე. აღდგენა 2025 წლის დეკემბერში მოხდა. ვინც პიკზე იყიდა და აქციები ბოლომდე შეინარჩუნა, მაინც დაკარგა იმაზე მეტი ვიდრე ნახევარი, რაც მათი ფულით შეიძლებოდა ეყიდათ. დანარჩენს ინფლაცია შეჯამდა. Nvidia 2020 წელს უცნაურად გავს Cisco.com-ის ეპოქის პიკზე. მისი ჩიპები უზარმაზარი რაოდენობით იგზავნება. სოფლიოს მასშტაბით მონაცემთა ცენტრები მაქსიმალურად სწრაფად ავსებენ რეკებს, NGPU-ებით. მოთხოვნა შეუჩერებლად ჩანს, მაგრამ რეალობა ბევრად უფრო მყიფეა. Nvidia-s ყველაზე დიდი მომხმარებლების ნაწილი ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიები და სტარტაპებია, რომლებიც ინვესტორების ფულს ისტორიულად სწრაფად ხარჯავენ. დანარჩენები ტექნოლოგიური გიგანტები არიან, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ იმიტომ, რომ სჯერათ, ხელოვნური ინტელექტი აუცილებლად უნდა იმუშაოს და არა იმიტომ, რომ მოგება უკვე არსებობს. სწორედ ეს ნაწილი აშინებს გამოცდილ ინვესტორებს. როდესაც ანალიტიკოსები ადარებენ Nvidia-s 2024 წლის ღირებულების ზრდას, Cisco-s ზრდას 2000 წლის კრახამდე, გრაფიკები ერთსა და იმავე ტრაექტორიას მიყვება. როდესაც ორი ბუშტი, რომლებიც 25 წლითაა დაშორებული, ერთსა და იმავე ფორმას იღებს, ისინი, ვინც პირველი ბუშტი გამოიარეს, ამას ყურადღებას აქცევენ. უმეტესობა ფიქრობს, რომ Nvidia უსაფრთხოა, რადგან ჩავარდნილი .com კომპანიებისგან განსხვავებით, მას რეალური აპარატურული შემოსავალი აქვს. მაგრამ Cisco-საც ჰქონდა რეალური აპარატურული შემოსავალი და დომინანტური წილი ბაზარზე. 2000 წლის კრახი იმიტომ არ მოხდა, რომ როუტერები მუშაობას შეწყვეტეს. ის იმიტომ მოხდა, რომ ისინი, ვინც ჩეკებს წერდა, ფული გაუთავდათ. Cisco-s პიკი სინამდვილეში უფრო მკვეთრი იყო, ვიდრე ყველაფერი, რასაც Nvidia-s ღირებულება აქამდე მიაღწია. ეს უნდა იყოს გაფრთხილება. ეს რიცხვი გიჩვენებთ, რამდენად მეტად შეიძლება მიმდინარე ციკლი კიდევ გაბერილდეს, სანამ მოთხოვნის იგივე მკვეთრი ვარდნა გამოჩნდება. ასე რომ მექანიზმი ნაცნობია, მაგრამ უფრო საინტერესო შედარებაა ის ადამიანები, ვინც ამ ყველაფრის უკან გადაწყვეტილებებს იღებენ. 1990-იანი წლების ბოლოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები ინვესტორებს ერთსა და იმავე ამბავს უხვებოდნენ. ინტერნეტმა ყველაფერი შეცვალა. ძველი წესები მოგებაზე და შეფასებაზე აღარ მოქმედებდა. მოგება საბოლოოდ დაეწეოდა აჟიოტაჟს. ამ დროს კი კულისებში ინსაიდერები აქციებს ყიდნენ. ეს იყო მცირე გაყიდვები, ზუსტად იმდენი, რომ განგაში არ გამოეწვიათ. იმ დროს თითქმის არავინ აქცევდა ყურადღებას. ეს საეჭვო მხოლოდ წლების შემდეგ გახდა, ბუშტის გასკდომის შემდეგ, როცა ვიღაცამ უფრო ახლოდან დააკვირდა. ციფრები, როცა საბოლოოდ გამოქვეყნდა, საშინელი იყო. 1999 წლის სექტემბრიდან 2000 წლის ივლისამდე .com კომპანიების ინსაიდერებმა თავიანთი კომპანიის აქციები $43 მილიარდ გაასახეს. ეს ორჯერ მეტი იყო, ვიდრე 1987 და 1988 წლებში ყიდნენ. 2024 წლის თებერვალი კი სრულიად სხვა რამ იყო. შენიღვა გაქრა. იმ თვეში, მხოლოდ 9 დღეში, ჯეფ ბეზოსმა Amazon-ის აქციებში $8.5 მილიარდი გაფიდა. უოლტონების საოჯახო ტრასტმა იმავე პერიოდში Walmart-ის აქციებში $1.5 მილიარდი გაყიდა ჯეიმი დაიმონმა. JP Morgan-ის აღმასრულებელმა დირექტორმა საკუთარი ბანკის აქციებში $150 მილიონი გაყიდა. ეს იყო მისი პირველი გატიდვა 18 წლის განმავლობაში ამ თანამდებობაზე. ლეონ ბლეკმა, Apollo-s თანადამფუძნებელმა, $172.8 მილიონი აქციები გაყიდა, რაც მისთვის პირველი გაყიდვა იყო. მხოლოდ ერთი თვის ჯამური თანხა $11 მილიარდ შეადგენდა, მაგრამ ეს აქ არ დასრულებულა. მარკ ცუკერბერგმა დაახლოებით $2 მილიარდი მეტას აქციები გაყიდა იმ 4 თვის განმავლობის განმავლობაში, რაც ამ პერიოდს უძღოდა წინ. თითოეული ეს ნაბიჯი ცალკე ნორმალურად გამოიყურებოდა. ისინი არაფრით იყო განსაკუთრებული, მაგრამ გვერდ რომ დააყენო, ციფრებთან ყველაზე ახლოს მყოფი ადამიანები ამავე დროს ფულს იღებდნენ. მთელი ამ დროის განმავლობაში იმავე ხელმძღვანელების საჯარო განცხადებები ოპტიმისტური იყო. პროექტისადმი რწმენას გამოხატავდნენ. საჯაროდ ისინი აწლეულების შესაძლებლობებსა და ხელოვნური ინტელექტის მომავალზე საუბრობდნენ. კულისებში კი ისინი ფულს იღებდნენ პიკზე. ინტერვიუებში ამბობდნენ, რომ ჰქონდათ თავდაჯერებულობა. დოკუმენტებში კი ეწერა: აიღე ფული. ჟურნალმა Fortune-მა 2024 წლის 27 თებერვალს გამოაქვეყნა სათაური: დიდი განაღდება. ეს სათაური ნამდვილად შეეფერებოდა სიტუაციას.
როდესაც ბუმთან ყველაზე ახლოს მყოფი ადამიანები იწყებენ ფულის გამოტანას, ეს ჩვეულებრივ ნიშნავს, რომ მათ რისკების სხვებზე უკეთესმით. განსხვავებით 1999 წლისგან, გაყიდვები ახლა უფრო სწრაფად და უფრო დიდი ოდენობით ხდება. ადამიანები, რომლებიც ამ ბუმს ქმნიან, სულ უფრო მეტად გვანან მათ, ვინც მის დასასრულს გადარჩენას ემზადება. მაგრამ თუ ინსაიდერები ყიდიან, ვინ ყიდულობს აქციებს? საკმარისი რაოდენობით, რომ ფასები ამ დონეზე შეინარჩუნოს. 1999 წელს ვებღანი აშენებდა გაგრილებულ საწყობებს იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ჯერ არ არსებობდნენ. პეცკომა გადაიღო სატელევიზიო რეკლამები, რომლებიც უფრო დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, ვიდრე მისი რეალური შეკვეთები. ორივე კომპანიამ ფული ჩადო შენობებში, სათვირთოებში და სარეკლამო კამპანიებში, რომლებიც იმ მოთხოვნაზე იყო გათვლილი, რომელიც არასდროს გამოჩნდა. ორივე კომპანია გახდა მაგალითი იმისა, თუ როგორ იწვება ფული, რადგან არც ერთმა მოახერხა საჯარო ბაზრებზე მეორე დაბადების დღის აღნიშვნა. Stability AI არის ამ კომპანიების თანამედროვე ვერსია. 2023 წელს მან დაახლოებით 99 მილიონი დოლარი დახარჯა გამოთვლითი რესურსების გირაობაში, AWS-ისგან, Google Cloud-ისგან და CoreWeave-ისგან. ამასთან ერთად კიდევ 54 მილიონი დოლარი დაიხარჯა ხელფასებსა და საოპერაციო ხარჯებზე, ხოლო მათი წლიური საერთო შემოსავალი იყო მხოლოდ 11 მილიონი დოლარი. ეს ნიშნავს ხარჯების და შემოსავლების თანათანაფარდობას 14-დან 1-ზე მეტს 2023 წლის ივლისისთვის. Stability AI-ს უკვე 1 მილიონი დოლარი აკლდა AWS-ის გადასახდელზე. შემდგომში შიდა ანგარიშგება მაჩვენა, რომ კომპანიას არც 7 მილიონი დოლარის აგვისტოს ინვოისის გადახდის რეალური გეგმა არ ჰქონდა. მაგრამ ფული უბრალოდ შავხრელში არ გამქრალა. ფული კონკრეტულ თვალსაჩინო მარშრუტზე გადაადგილდა. ვენჩურული კომპანიები ახალ კაპიტალს ურიცხავდნენ AI სტარტაპებს. სტარტაპები ამ კაპიტალს პირდაპირ NVIDIA-ს ჩიპებისთვის და Microsoft Azure-ს ღრუბლოვანი სერვისებისთვის გადასცემდნენ. შემდეგ მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები ამ ხარჯს საკუთარ შემოსავალში აღრიცხავდნენ, რაც მათ აქციების ფასს ზრდიდა. აქციების მაღალი ფასები უფრო დიდ ვენჩურულ ინვესტიციებს ამართლებდა და შემდეგი თანხაც ისევ იმავე გზით ბრუნდებოდა. ამას ინდუსტრიაში წრიულ ეკონომიკას ეძახიან. ეს შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი ხრიკი მიმდინარე ბუმში. $1 ტოვებს Silicon Valley-ის ანგარიშს და ხვდება რომელიმე ხელოვნური ინტელექტის სტარტაპის საბანკო ანგარიშზე, მაგრამ იქ დიდხანს არ ჩერდება. რამდენიმე კვირაში იგივე დოლარი, როგორც წესი, Jensen Huang's ფინანსური შედეგების განხილვაზე უკვე ზრდის სახით ჩნდება. შემდეგ ის ეხმარება NVIDIA-ს აქციების ფასის ზრდას. ეს კი შემდეგი ვენჩურული ფონდის მოზიდვას ამარტივებს. შემდეგ კიდევ $1 გადის იგივე წრეზე. ფულის უმეტესობა არ მოდის ჩვეულებრივი მომხმარებლებისგან, რომლებიც AI ინსტრუმენტებს ყიდულობენ, რადგან მათ გარეშე ცხოვრება ჯერ არ შეუძლიათ. რა თქმა უნდა, ისეთი კომპანიები როგორიცაა OpenAI რეალური შემოსავალი აქვთ, მაგრამ ფულის დიდი ნაწილი არ ასახავს იმას, რამდენი ადამიანი იყენებს რეალურად ამ პროდუქტებს. ეს უბრალოდ იმავე კაპიტალს ზომავს, რომელიც 5 დაკავშირებულ კომპანიას შორის მოძრაობს წინ და უკან. კარგი მაგალითია Inflection.ai. 2023 წლის ივნისში მან დაახლოებით 1.3 მილიარდი დოლარი მოიზიდა, დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის შეფასებით. ინვესტორების სია ხელოვნური ინტელექტის ბუმის ვარსკვლავების ჩამონათვალს ჰყავდა. Microsoft, NVIDIA, Bill Gates, Eric Schmidt, Reid Hoffman. შემდეგ ერთ წელზე ნაკლებ დროში, 2024 წლის მარტში, Microsoft-მა ფაქტობრივად შთანთქა ეს კომპანია. მან გადაიხადა დაახლოებით 650 მილიონი დოლარი, დაიქირავა გუნდის უმეტესობა და მიიღო ძირითადი ტექნოლოგიის ლიცენზია. Inflection-ი, როგორც დამოუკიდებელი ბიზნესი, დასრულდა. ინვესტორებმა კი მიიღეს თავიანთი ჩადებული თანხის ნახევარით მეტი. ფული დაღმასვლისას უკვე გასული იყო NVIDIA-ს შეკვეთების წიგნში და Microsoft-ის ღრუბლოვანი სერვისების ინვოისებში. ერთადერთი, ვინც დაზარალდა, იყვნენ გვიანი მყიდველები. ამ ფულის ციკლის სისწრაფე და დიზაინი ბევრად აღემატება ყველაფერს, რაც .com-ის კრახების დროს მომხდარა. Webvas არეული მიდგომა ჰქონდა, რაც ბაზარმა ბოლოს მაინც გააცნობიერა. ის, რაც ახლა ხელოვნური ინტელექტის გარშემო ხდება, სხვანაირია. ეს უფრო კოორდინირებულია, ნაკლებად შემთხვევითია და უფრო სისტემას ჰგავს. ვინ სარგებლობს მანამ, სანამ ეს მუშაობს და ვინ რჩება დანაკარგებით, როცა ეს შეწყდება. 1999 წელს დღიური ტრეიდერები პირველად გახსნეს ონლაინ ბროკერული ანგარიშები და ეძგერნენ ყველაფერს, რაც აქტიურად ივაჭრებოდა. ისინი ხიდულობდნენ ისეთ რამეებს, როგორიცაა IPO-ები და ინტერნეტ აქციები. ბევრი მათგანი მარჟაზე ან სესხით ხიდულობდა, ამიტომ ყოველი ზრდა უფრო ძლიერად იგრძნობოდა. ამავე დროს ყველაზე დიდი ინსტიტუციები უკან იხევდნენ, მაგრამ ბაზარი მაშინვე არ დაეცა. ის ისევ იზრდებოდა, რადგან ჯერ კიდევ იყო ვინმე, ვინც მზად იყო უფრო მაღალ ფასად ეყიდა. ეს ვინმე იყო საცალო ტრეიდერები. უბრალოდ მათ ეს არ იცოდნენ. მათ უბრალოდ მზარდი გრაფიკები ხედავდნენ და არ სურდათ, რომ რამე გამოტოვებოდათ. სინამდვილეში კი ისინი ბაზარზე გამოტანილ მოცულობას საკუთარ თავზე იღებდნენ. 2024 წლის ვერსია კიდევ უფრო ცუდია. ტრეიდინგი აღარ იყო მხოლოდ აქციების ყიდვა და შენარჩუნება. საქმიანობის დიდი ნაწილი იყო ის, რომ ადამიანები დებდნენ ფსონებს, რომლებიც იმავე დღეს იწურებოდა, რა დღესაც გაკეთდა. CBOE Global Markets-მა განაცხადა, რომ ასეთი ულტრამოკლევადიანი ტრეიდინგი იმდენად გავრცელდა, რომ ჩვეულებრივ დღეებში თითქმის ნახევარს შეადგენდა SP500-ის ოპციონების ბაზართან დაკავშირებული მთელი საქმიანობის. მაშინაც კი, როცა 2021 წლის მემე აქციების აჟიოტაჟი იყო, ეს დონე არ მიღწეულა.
ბაზარი რეალურ დროში წუთიდან წუთამდე მანიპულირდებოდა. Robinhood-მა 2023 და 2024 წლებში ტელევიზიის რეკლამებში დახარჯა თახები, რომ ოპციონებით ვაჭრობა მასობრივად გაეტანა. შენი ბიძაშვილი, შენი მეზობელი, ის ბიჭი სპორტდარბაზში. პლატფორმა 2024 წლის ბოლოს 25.2 მილიონზე მეტ დაფინანსებულ ანგარიშს აფიქსირებდა. მომხმარებელთა უმეტესობა 35 წლამდე ტრეიდერები იყვნენ, რომლებიც პიკ პერიოდში 50 მილიონზე მეტ კონტრაქტს ასრულებდნენ. Retail traders საყვარელი ინსტრუმენტი აღარ არის თავად აქცია. ეს არის ლევერიჯიანი ფსონი. ფსონი იმაზე, რომ ფასი იმავე დღის დახურვამდე ან გაიზრდება, ან დაიკლებს. უმეტესობა ფიქრობს, რომ 2024 წლის საშუალო ინვესტორი ისეთივეა, როგორიც 1999 წლის day trader-ი, უბრალოდ უფრო თანამედროვე აპლიკაციით. მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არც არის. წარმოიდგინე სტადიონი, სავსე ხალხით, რომლებიც თავიანთი ცხოვრების დანაზოგს ყოველ საათში 1 მონეტის აგდებაზე დებენ. და შემდეგ კიდევ 1 ფსონს დებენ, სანამ წინა მონეტა იატაკზე დაეცემა. ეს დაახლოებით იმ სიჩქარეს შეესაბამება, რაც დრევანდელ ციკლში იმავე დღის ოპციონებით ვაჭრობას აქვს. საზოგადოება აღარ იქცევა როგორც ნელი და სტაბილური გრძელვადიანი მყიდველების მასა. ის იქცევა როგორც სწრაფად მოძრავი ბრბო, რომელიც იმდენად სწრაფად შედის და გამოდის, რომ შეუძლია გაყიდვების ჩანთქმა ისე, რომ ვერც კი აცნობიერებს ამას. ეს მთლიანად ცვლის მთელ სისტემას. 90-იანი წლების ბოლოს საცალო ინვესტორები ხმაურიანები იყვნენ, მაგრამ შედარებით მარტივები. დღეს კი ისინი უფრო სწრაფად მოქმედებენ და მყისიერად რეაგირებენ ფასების მერყეობაზე. ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია გასაკვირად დიდი მოცულობის გაყიდვების ჩანთქმა ისე, რომ ბაზარი მყისიერად არ დაიშალოს. ამიტომ, როდესაც ადრეული გამარჯვებულები და ინსაიდერები ახლა ყიდიან, მათ დრამატული გასვლის მომენტი აღარ სჭირდებათ. უკვე არსებობს მყიდველების მუდმივი ცვლა, რომლებიც საკმარისად სწრაფად შედიან და გამოდიან, რომ მეორე მხარე დაიკავონ ისე, რომ რეალურ დროში ეს ვერც კი შეამჩნიონ. მაგრამ რა მოხდება თუ მყიდველების ეს ნაკადი მოულოდნელად შენელდება? 90-იანების ბოლოს დიდი ტექნოლოგიური კომპანიები ომში იყვნენ. Microsoft-მა 10 წლეულის დიდი ნაწილი გაატარა ანტიმონოპოლიურ ბრძოლაში ASH-ის მთავრობასთან. ბრძოლა ეხებოდა მის გადაწყვეტილებას Internet Explorer-ი Windows-თან ერთად დაემატებინა. საერთო ინდუსტრია Washington-ს პრობლემა დაღიქვამდა, რომელსაც მართვა სჭირდებოდა და არა პარტნიორად. ლობირების ბიუჯეტები ძირითადად იმისთვის არსებობდა, რომ ფედერალურ ხელისუფლებას ხელი არ ეხლო იმ სიმდიდრისთვის, რაც იქნებოდა. 2024 წლისთვის ეს დამოკიდებულება სრულიად შეიცვალა. OpenAI-ის ფედერალური ლობირების ხარჯები 2023 წელს $260,000-დან 2024 წელს $1,760,000-მდე გაიზარდა. ეს თითქმის 7-ჯერ ადიზრდა 1 წელიწადში. Anthropicმა ამავე პერიოდში საკუთარი ხარჯები გააორმაგა და $280,000-დან $720,000-მდე გაზარდა. Open Secrets-ის მიხედვით 2024 წელს 648 სხვადასხვა კომპანიამ დახარჯა ფული ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე ლობირებაში. ეს წინა წელთან შედარებით 41.9%-ით ზრდა. თითქმის ყველა შემთხვევაში დასახელებული მიზეზი იყო პასუხისგებლიანი დანერგვა. უხისგებლიანი დანერგვა. შედეგი განზრახული იყოს თუ არა, ისაა, რომ ყველაზე ადრეული და დიდი მოთამაშეები აღმოჩნდებიან ერთგვარი დამცავი ბარიერის მიღმა, რაც ახალ მონაწილეებს ურთულებს თანაბარ პირობებში კონკურენციას. ყველაზე ნათელი მომენტი 2023 წლის მაისში დადგა. სემ ალტმანი სენატის იურიდიულ კომიტეტში წარსდგა. მან პირადად სთხოვა კონგრესს ლიცენზია მიეცათ ხელოვნური ინტელექტის კომპანიებისთვის. ხელოვნური ინტელექტის წამყვანი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას სთხოვდა, რომ მოწინავე ხელოვნური ინტელექტის შექმნისთვის ნებართვის მიღება სავალდებულო გაეხადათ. ეს მოთხოვნა სრულიად სხვანაირად ჟღერს, როცა კითხულობ, ვინ მიიღებს ამ ნებართვას და ვინ ვერ მიიღებს. პატარა კომპანიებს არ აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ამ წესების ჩამოყალიბების პროცესში. არც ერთ მათგანს არ ყავს იურიდიული გუნდი ან შესაბამისობის ბიუჯეტი, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს. წესები იქმნება იმ კომპანიის საჭიროებებზე დაკრდნობით, რომლის ღირებულებაც $9 ტრილიონი. და სწორედ ეს არის მთავარი აზრი. ლობირებაზე დახარჯული თანხა ოპერაციული ხარჯი არ არის. ეს არის კონკურენციის სამუდამოდ გასანადგურებლად გადახდილი ფასი. ეს ფორმულირება მფარველობის რეკეტს პოლიტიკის ენით ნიღბავს. დიდი მოთამაშეები ლობისტებს უხდიან. ისინი ეხმარებიან წესების შედგენაში. ისინი კარს იკეტავენ და საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ეს მათი უსაფრთხოებისთვის კეთდება. იგივე სქემა მუშაობს ევროპაშიც, უბრალოდ სხვა დოკუმენტაციით. ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის აქტი კანონად იქცა 2024 წლის მარტში და ამოქმედება დაიწყო 2025 წელს. ყველაზე მკაცრი შესაბამისობის მოთხოვნები ყველაზე მეტად მცირე ღია კოდის დეველოპერებსა და აკადემიურ ჯგუფებს აწვება. ამასობაში ყველაზე დიდ ამერიკულ კომპანიებს უკვე ყავთ მთელი გუნდები სწორედ ასეთ საკითხებისთვის. Mistral AI ყველაზე გამოკვეთილ ევროპულ კონკურენტად იქცა ამ სფეროში და დიდი დრო დახარჯა იმაზე, რომ გავლენა მოეხდინა თუ როგორ გავრცელდება უფრო მკაცრი წესები ღია მოდელებზე, თუმცა შეზღუდული წარმატებით. ეს ტენდენცია ორივე მხარეს, ატლანტიკის ორივე სანაპიროზე ერთნაირად ვლინდება. როგორც კი წესი კანონად იქცევა, ყველაფერი იცვლება. კომპანიებს აღარ სჭირდებათ უწინდელი ინტენსივობით ხიდონ უსასრულო ცვლილებების იდეა. სისტემა თავად იწყებს განსაზღვრას, ვინ შეძლებს მასშტაბირებას და ვინ ვერა. კონკურენცია არ ქრება, მაგრამ ის ნელდება და უფრო კონტროლირებადი ხდება.
ეს ამცირებს იმ ნარატივზე ზეწოლას, რომ ყველაფერი სამუდამოდ უნდა იზრდებოდეს. რაც ამჯერად განსხვავებულია, არის ის, თუ რამდენად განზრახული ჩანს ეს ყველაფერი. უკვე შეგიძლიათ ნახოთ შემდეგი რეგულაციური ჩარჩოს ნაწილები, რომლებიც 2025 და 2026 წლებში პროექტის სახით არსებობს და უბრალოდ ელოდება სწორ პოლიტიკურ მომენტს, რომ დაიძრას. მახე უკვე აგებულია. ერთადერთი დარჩენილი კითხვა ისაა, როდის ამოქმედდება ეს მახე. მაშ, ვინ იგებს, როცა ორივე ბუმი დასრულდება? ეს არ არის მომხმარებელი. ისინი იღებენ IAP ინსტრუმენტებს, მაგრამ არა სარგებელს. ეს არ არის მცირე ინვესტორები, რომლებიც როგორც წესი მაშინ მოდიან, როცა მოგების უმეტესობა უკვე ფასშია ასახული. და ეს ყოველთვის არც ის კომპანიებია, რომლებიც სათაურებში ხდებიან. მათგან ბევრი პიკის წლებში მხოლოდ ცდილობს გაამართლოს შეფასებები, რომლებიც მხოლოდ იმ მომენტში აქვს აზრი. ნამდვილი გამარჯვებული არის ინდუსტრიის გარშემო არსებული სისტემა, კაპიტალის, ინფრასტრუქტურისა და პოლიტიკის ნაზავი, რომელიც უბრალოდ ციკლში მონაწილეობით არ შემოიფარგლება, არამედ განსაზღვრავს, როგორ განვითარდება ის. ის ძალები, რომლებმაც პირველი ტალღის შექმნას შეუწყეს ხელი, მისი დასრულების შემდეგ არ გამქრალა. ისინი ადაპტირდნენ და გაიზარდნენ. ახლა ისინი იგივე ნიმუშის მეორე, უფრო დიდ ვერსიაში მოქმედებენ. რაც შეიცვალა, ეს არის მასშტაბი და კომპლექსურობისადმი ტოლერანტობა. გაშლა უფრო მასშტაბურია და ფული უფრო მეტი. ეს არ ნიშნავს, რომ შედეგი წინასწარ განსაზღვრულია, მაგრამ ნიშნავს იმას, რომ სისტემა უფრო მეტ სტრესს გაუძლებს, სანამ დაიშლება და უფრო დიდ ხანს იმუშავებს ამ პროცესში. ანალიტიკოსების უმეტესობა ხედავს, რაც ხდება. AI-ის ვარდნა ალბათ არ დაიწყება იმიტომ, რომ ტექნოლოგია ვერ იმუშავებს. მოდელები უმჯობესდება. ჰალუცინაციების მაჩვენებელი იკლებს, მაგრამ გამომწვევი არც ერთი მათგანი არ არის. მთავარი გამომწვევი იქნება ის მომენტი, როცა წესები ფედერალურ კანონში ჩაიწერება. როცა კონკურენცია იურიდიულად გამოირიცხება, დიდ მოთამაშეებს ეძლევათ უფლება შეცვალონ პოზიცია. ისინი წყვეტენ ზრდაზე ფოკუსირებას და ეფექტიანობაზე გადადიან. ეს კი მასობრივ გათავისუფლებებს ნიშნავს. Microsoft-მა, Meta-მ და Google-მა ყველამ გამოაცხადეს 10,000-ობით თანამშრომლის შემცირება 2024 და 2025 წლებში. ეს უფრო ფართო ტენდენციის წინასწარი ხედვაა. ისტორია იცვლება მიდგომიდან, რაც არ უნდა დაჯდეს დახარჯე მიდგომაზე, პასუხისგებლიანი კაპიტალის დაბრუნება. ამიტომაც, როცა აქციების ღირებულება ეცემა, არქიტექტორები ინარჩუნებენ ფულს, რომელიც ფიგზე გამოიტანეს. ისინი გამოდიან უკვე ამყარებული საბაზრო წილით და ფედერალური დაცვით, რომელიც კანონშია გაწერილი. ბრიტანელმა ინვესტორმა ჯერემი გრანთამმა წინასწარმეტყველა როგორც 2000 წლის, ასევე 2008 წლის ბუშტები. ის 10 წლეულებია ზუსტად ამ ტენდენციას აკვირდება და არაფერს ალამაზებს. ესეთი მასშტაბის ბუშტები წყდება ხანგრძლივი და ღრმა ვარდნებით, რომლებიც წლებშიც იზომება და არა თვეებში. Cisco-ს თითქმის 26 წელი დასჭირდა, რომ თავის პიკს დაბრუნებოდა. ეს არის საბაზისო მაჩვენებელი ყველაზე დიდი აქციისთვის, რომელიც ბუშტის პიკზეა. ისტორიულ წყაროებში ასეთი მასშტაბური ვარდნისთვის ვის ფორმის აღდგენა არ ფიქსირდება. როცა უკან დაიხევ და შეხედავ, სისტემა ნამდვილად არ გამოიყურება დამსხვრეულად. ეს არის სისტემა, რომელიც ზუსტად იმას აკეთებს, რისთვისაც განვითარდა. ფული შემოდის მილიონობით ჩვეულებრივი ანგარიშიდან დიდი ხმის განმავლობაში. ის გროვდება და კონცენტრირდება რამდენიმე უზარმაზარ კომპანიაში, რომლებიც ბაზარზე დომინირებენ. ისინი, ვინც ადრე ჩაერთნენ, გზადაგზა იღებენ თავიანთ ფულს. ისინი, ვინც მოგვიანებით მოვიდნენ, ძირითადად მხოლოდ იმ ფასს მიხვებიან, რაც დარჩა. და თითქმის ყველა ამაშია, გააცნობიერებენ ამას თუ არა. რადგან საპენსიო დანაზოგები აღარ დგას გვერდზე, ისინი უკვე იმავე გარიგებაშია ჩართული. ისინი მიბმულია იმავე რამდენიმე კომპანიაზე და დამოკიდებულია იმავე შედეგებზე. იმიტომ რომ ამ ციკლების მმართველებს ეს უკვე გამოცდილი აქვთ. მოსახლეობის უმეტესობას კი ეს არ გამოუცდია, ან ძალიან პატარა იყვნენ, რომ ახსოვდეთ რა გრძნობა იყო ეს მაშინ, როცა ხდებოდა. სწორედ ეს ხდის ამ ბუშტს ასეთ ეფექტურს. იმ დროისთვის, როცა რაღაც აშკარად გვეჩვენება, ის უკვე ნორმალურად აღიქმება. და როცა განწყობა საბოლოოდ იცვლება, ადამიანების უმეტესობა მაინც იმავე რწმენას ინარჩუნებს, რაც .com-ის ეპოქის პიკზე არსებობდა, რომ ამჯერად ეს ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შენელდეს. მაგრამ ფინანსურ კრახს მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის ბუშტი არ იწვევს. გაიგეთ, რატომ ფიქრობენ ანალიტიკოსები, რომ შემდეგი კრიზისი უკვე 39 ტრილიონი დოლარის ვალში ყალიბდება. განწირულია ამერიკის ეკონომიკა. ან უყურეთ ამას ამის ნაცვლად.